სამწლიანი ინტერვალის შემდეგ განახლდა გადაცემა ჯანმრთელობის საათი, რომელსაც ყავდა ძალიან ბევრი მაყურებელი წლების მანძილზე და რომლის მთავარი არსი და მიზანი გახლავთ პროფესიონალების მიერ ექიმებს გულისხმობ ამ შემთხვევაში მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო მათთვის. ასევე რეგიონებიდან მოწვევა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ საუბარი, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ გადაცემაზე ყოველთვის მუშაობს გუნდი და ეს არის ალბათ იმ წარმატების მთავარი ნიშა, რომელიც ამ გადაცემამ დაიმსახურა ჯერ კიდევ წლების წინ და მე აუცილებლად უნდა ვთქვა მიხეილ კუბლაშვილი, ნესტან ჩადუნელი და ჩემი ორი ოპერატორი მირზა კუჭუხიძე და გია ვაშაკიძე, რომლებიც ყოველთვის მიდგანან გვერდით და მათ გარეშე მე ამ გადაცემას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. ასევე უნდა აღვნიშნო ზაზა ლომინაძე, რომელიც წლების წინ ჩემთან ერთად იყო ამ გადაცემის სულის ჩამდგმელი, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია რიონთან და ქალბატონ თამარ ღვინიანიძესთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას 2024 წელს უკვე განახლებული ფორმატით შევთავაზებ ამ გადაცემას. ძალიან მინდა გადაცემის მეორე ბლოკი დავუთმო შემოქმედ ექიმებს. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ექიმი არის შემოქმედი, მხატვარი, მწერალი და ასე შემდეგ და მინდა რომ არა მხოლოდ პროფესიონალური კუთხით, არამედ შემოქმედებითი კუთხითაც გავაცნო ტელემაყურებლებს ისინი. გილოცავთ დამდეგ 2024 წელს, გისურვებთ სიკეთეს, ბედნიერებას, წარმატებებს, ქვეყნის გამთლიანებას და ყოველივე საუკეთესოს. ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში. ყოველ სამშაბათს 19 საათზე პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად.